მოგესალმებით აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერშია თოქ-შოუ მე ვარ ფერმერი, თოქ-შოუ სოფლის მეურნეობის აქტუალურ თემებზე ფერმერებისთვის და ფერმერების მონაწილეობით სტუდიაში ფირუზ ბოლქვაძე და გიორგი სურმანიძე მუშაობთ. გამარჯობა. მოგესალმებით. მესაქონლეობას ისევე როგორც მიწათმოქმედებას საქართველოში უძველესი დროიდან მისდევენ. ვერ ვიტყვით რომ სოფლის მეურნეობის ეს დარგი დღეს ჩვენს ქვეყანაში ცუდად არის განვითარებული, თუმცა ისევე როგორც აგრარული სექტორის სხვა მიმართულებებში პრობლემები აქაც მრავლად არის. დღეს ჩვენ სწორედ ამ პრობლემებზე ვისაუბრებთ. გადაცემის პირველ ნაწილში კი ჩვენი სტუმრები აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სულიკო ბერიძე და შუახევის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის ვეტერინარი არჩილ შანიძე იქნებიან. რაც შეეხება გადაცემის მეორე ნაწილს, ის აჭარაში მოქმედი მეცხოველეობის ფერმების ხელმძღვანელებს დაეთმობათ. ფერმის დირექტორი შპს ლუკა 2012-ის რაულ კირკიტაძე და შპს ნუსრეთ ჯორჯიას ხელმძღვანელი ბატონი გურამ თურმანიძე იქნებიან. თუმცა მანამ სანამ სტუმრებს დაველაპარაკებით ამ საკითხებზე, მე მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრა, რომ ფირუზი იმყოფებოდა იალაღებზე და არც თუ ისე ადვილი გზა გამდო მან საზაფხულო იალაღების აჭარის და თუ შეიძლება ვნახოთ სიუჟეტი, ფირუზ სიუჟეტიდან უკეთესად ნახავთ თუ რა გზას გაზდიან. დიახ გიორგი, მე გავეცანი მოიალაღეების პრობლემებს ისეთი ტიპის მოიალაღეებისა, რომლებსაც საზაფხულო საძოვრებზე საკუთარი პირუტყვი მიჰყავთ ძალიან შორმანძილებზე, თუმცა როგორც ამობენ ეს მათ უღირთ, ვინაიდან ისინი ღებულობენ ხარისხიან რძის პროდუქტებს და ვფიქრობ უფრო უკეთესად თუ რა პრობლემები ექნებათ ამ ადამიანებს ასეთ შორმანძილზე გადაადგილებისას პირუტყვთან ერთად, ვფიქრობ სიუჟეტში ვნახავთ, ასე რომ ვნახოთ სიუჟეტი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნაძის მკვიდრ ძნელაძეების ოჯახში სამზადის დილიდან დაიწყო. ოჯახის წევრების ნაწილი დღეს საზაფხულო იალაღებზე მიემგზავრება. საკვებ პროდუქტებთან და საყოფაცხოვრებო ნივთებთან ერთად სატვირთო ავტომობილის ძარაზე კუთვნილ ადგილს მსხვილფეხარ ქოსანი პირუტყვიც იკავებს. წინ გრძელი გზა, მანძილი იალაღებამდე 180 კილომეტრია. მარშრუტი აჭარის მაღალმთიანეთზე და გოდერძის უღელტეხილზე გადის. ავტონომიური რესპუბლიკისა და ისტორიული სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციულ საზღვარს მთელი ღამის მგზავრობის შემდეგ გამთენიისას მივაღწიეთ. ეხლა მე მყავს მაგალითად პროდუქციული ძროხა 10 სული და მოზარდები მყავს კიდე. და რას ამზადებთ? ყველს ვამზადებ, მაგალითად ვამზადებ კირპის, ბათუმისთვის, უმაღლესი ხარისხის კირპიც ვამზადებ. იმაქვს ბათუმის ბაზარზე და ყვიდი, რა ვიცი, ვაბარე. ყოველდღიური მუშაობა უნდა ამას, მაგრამ სხვა რო არაფერი არ გვაქვს შემოსავალი და რამე, ეს რა ვქნათ, შრომატევადია, მაგრამ ესაა ჩვენი შემოსავლის ძირითადი წყარო და ამით სარგებლობთ და ამით საზრდოობთ ოჯახური თან. პროდუქციას ზაფხულობით ჩლეჩილს და კარაქს ვაწარმოებთ, ყბებს, ჩლეჩილ ყველს და კარაქს. ბათუმის ბაზარზე მიგვაქვს იქ ყვიდით და შემოდგომასა და გაზაფხულზე თუ რამე ის არის, ადგილზე ვყიდით მოწეულ პროდუქტს, ყველს, კარაქს. პირველი გაჩერება აჭარელი ეკომიგრანტებით დასახლებული ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი მოხეა. აქედან პირუტყვს რთული რელიეფის გამო მოიალაღეები ფეხით მიერეკებიან. სავალი მანძილი 20 კილომეტრია, გზის დიდი ნაწილი მდინარეზე გადის. უბრალოდ ტკიპა არის, აქ არ უჩნდება და ჩვენთან ყველაფერი გასაჭირია ეს. ამიტომ ვეძებთ მომოსავალსო უკეთესად საქონლებას დაისვენოს, მიიღოთ უმაღლესი ხარისხის ნაწარმი და რა თქმა უნდა ჩვენზე ორგანიზებას მოქმედებს მაგი. ბალახი არის განსაკუთრებული პირუტყვისთვის. აი რო დააკვირდა, რომ მოიყვან 10 დღე რო გავიდეს უკვე გრძნობრო, ესე იგი პირუტყვი მატულობს, აი შედარება არ არის ისე მატულობს. იქაც ხო არის დაბლა ბალახი, მაგრამ აი ამ ბალახზე ძალიან სწრაფად მატულობს, აი წონაშიც მატულობს ძალიან მაგრად. ხო და პროდუქტიც აი რომ მოიყვან მეორე დღიდან უკვე იგრძნობა, რომ პროდუქტი თან ხარისხიანია და თან უკვე მატება არის მაგარი.
მთებისკენ მიმავალ გზაზე სხვა მოიალაღეებიც გვხვდებიან. ზოგიერთი მათგანი საკუთარ პრობლემებზე ღიად და დაუფარავად გვესაუბრება. საქონელი 30 სული მყავს, 11 მეწველი დრო ხამყავს და ამით მიყოლით გვაქვს თითქმის საკმაო საჩივი გვაქვს, სახნავი გვაქვს და ასე ვცხოვრობთ. კმაყოფილი ვიქნებოდით მაგალითად მეხუთე კაცის ხელში რო არ გადაიყიდოს. ზოგი მაგალითად ყიდულობს შენგან გართმევს. მიახრის რაღაცა ვინძურ ან ბოჭკაში ან რაღაცაში ესე იგი იმის თანაჭურჭელში რომ შენ მიგაქ უმაღლესი სუფთა ხარისხის ის რაღაცას რა ვიცი რა საკეთებს რაღაცა ჩალიჩობს მე იქით მეორეს აძლევს იქ მესამე და კარგი იქნება რა პირველი ხელისგან რომ სუფთად რო გაიყიდოს და მომხმარებლებმაც ისარგებლოს კარგად და მე ახლა იმას არ ვიძახი რომ ძირად გაიყიდოს რაღაცა მაგრამ იყოს ის იგივე ფასი მაგრამ ბაზრის სტანდარტი უნდა იყოს თითქმის 6 საათიანი გზავრობის შემდეგ დანიშნულების ადგილ საზაფხულო იალაღ ავაზანას მივაღწიეთ. ცოტა უდანის შესვენების შემდეგ მასპინძლებმა ბარგის დასლა და პირუტყვის დაბინავება დაიწყეს. რა თქმა უნდა ხარისხიანია ცხიმიანობა მეტი აქვს და წველადობაც მეტი აქვს ბართან შედარებით დაში მეტი აქვს გამოსავლიანობაც და უკეთესი არის ხარისხის და ცხიმიანობაც ვაკეთებთ ვაქცინაციას ვაკეთებთ ნემსებს ადგილზე და ამით ინარჩუნებენ საკუთარი პირობების შეგუებას რა სახის ვაქცინაციას უტარებთ? ჭრიჭინა თურქული ბოღმისა საზაფხულო იალაღი ავაზანა ადიგენის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 2650 მეტრზე მდებარეობს. მისი სახელი აჭარაში ფართოდ გავრცელებულ საქონლისთვის განკუთვნილ წყლის შესაგროვებელ დიდი ზომის ჭურჭელს ავაზანს უკავშირდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ საძოვრებთან ერთად აქაური ჰავაც ჯანსაღია. ჯანმრთელობის მხრითაც ადამიანისთვის არის რომ როგორც კურორტი ისეთი რაღაცა არის. მოდიხარ ფიჭვნარი არის ამ ფიჭვებს უფრთხილდებით, არ ჭრის სპეციალურად, მოგვაქვს შორიდან შეშა, საცხელ დაბლა მივდივართ და მოგვაქვს რომ ამას უფრთხილდებით, ეს ძალიან მდიდარი ბუნება არის. არის და ბავშვებისთვის ჯანმრთელობა. 10 დღის წინ მოვედი რაღაცა გულს უჩივოდი, ცოტა რაღაც პრობლემები მქონდა. გავიდა 10 დღე უკვე შვენიერად ვსმობ თავს. ბაზრით უნდა ისე არა ვარ კმაყოფილი, რომ უნდა ისე, იმიტომ მიგვაქვს და იქ გადამყიდველებს ვაძლევთ ჩვენ თვითონ არ გვაქვს იმის საშუალება ჩვენ თვითონ დავწყვით ბაზარზე და გავყიდოთ გადამყიდველებს ჩაგვაქვს და ვაბარებთ გადამყიდველებს და ისინი ყიდიან ჩვენ სპორტფეხტიან მოიალაღეები მთებში სექტემბრის ბოლომდე დარჩებიან სეზონის დასასრულს მათ წინ კვლავ გრძელი გზა და სირთულეები ელით თუმცა ამის არ ეშინიათ რადგან იმედი აქვთ რომ ბარში სულ მცირე ოჯახის ზამთრის მანძილზე გამოსაკვები რძის პროდუქტებით მაინც დაბრუნდებიან მაყურებელს შევახსენებ, რომ დღეს ჩვენ სტუმრად უკავს ბატონი სულიკო ბერიძე, მინისტრის მოადგილე და არჩილ შაინიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის ვეტერინარი. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ პირდაპირ ჩართვით უკავს სტუმრად სოფლის მეურნეობის ექსპერტი თბილისიდან ბატონი გიგი მიქაბაძე. მოგესალმებით გიგი. მოგესალმებით. ესმე ჩემი ხო. დიდი მადლობა რომ დაგთანხმდით სტუმრობას. პირველი შეკითხვით ჩვენ მინდა მივმართოთ ჩვენ სტუმრებს ბატონ სულიკოს და ბატონ არჩილს რა მდგომარეობაა თქვენი შეფასებით ბატონო სულიკო დღეს იალაღებზე რაც ვნახეთ ჩვენ სიუჟეტში მოსახლეობა არ კარგავს ამ ძირძველ ტრადიციას და აღნიშნავს რომ ის არ მხოლოდ ტრადიცია ამავდროულად მომგებიანი საქმიანობაა როგორ შეაფასებთ მოგესალმებით ტელემაყურებლებს ესე იგი როგორც სიუჟეტი ვნახეთ ჩვენ გამომდინარე აქედან ესე იგი ძირძველ თაბარს თებს ესე იგი მოსახლეობა არ კარგავს ნამდვილად უწევთ ძალიან შორ მანძილზე გადასვლა იმისათვის რომ ესე იგი მოსახლეობა ადრიდან ძველიდან მოყოლებული ესე იგი მისდევს მომთაბარეობას არის ჯანსაღი პირობები არის ესე იგი ხარისხიანი ბალახი და როდესაც ამ ესე იგი შორ მანძილზე გადასვლა უწევთ
მე ცხოველებთან ერთად ამ პიროვნებებს, ესე იგი იგი კმაყოფილი ბრუნდებიან 3-4 თვის შემდეგ და რა თქმა უნდა ხარისხიანი პროდუქტი ბაზარზე შეიძლება რომ გაიტანოს კი აღნიშნული იყო რომ ბაზარზე ცოტა იაფია პროდუქტი მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ბაზარი არ რეგულირებს საერთოდ პროდუქტის ფასებს ჩვენ მაგ ვერ დავუდგენთ რომ ესე იგი მან ნაკლებად გაყიდოს თუ ძვირად გაყიდის ეს ბაზარის გადასაწყვეტია და ბაზარმა უნდა დაარეგულიროს და ესე იგი მივესალმები რომ ესე იგი ეს ტრადიცია უფრო კი არ უნდა დაყინდეს უფრო უნდა გაგრძელდეს და უფრო მომგებიანი და უფრო ხარისხიანი და კარგი იქნება შემდგომისათვის რომ სულიკო აქვე მინდოდა ამ კითხვის ჩაღრმავება ეს მხოლოდ ტრადიციაა თუ თქვენ როგორც გამოცილი და ძალიან დიდი მცოდნის ადამიანი ვეტერინარიაში აქვს რაღაც კიდევ დამატებითი დატვირთვა ამ მოვლენას ბარიდან მთაში საქონლის გადაყვანა რა თქმა უნდა დაავადებებს კი ბატონო რა თქმა უნდა ყველაფერს ესე იგი ეს დატვირთვა აქვს წარმოიდგინეთ ესე იგი რომ ზოგიერთ სოფლებიდან მთებში როდესაც გადადის 100 კილომეტრის გავლას უწევს წარმოიდგინეთ ახლა 100 კილომეტრი ეს არ არის ძალიან ადვილი და იოლი გასავლელი. იმიტომ დადის რომ ესე იგი მან ხარისხიანი პროდუქტი ჩამოიტანოს, მაგრამ ერთიც ის არის რომ ესე იგი მან უნდა გადაიყვანოს ცხოველები თებში ვაქცინირებული, უნდა იყოს დროულად აცრები ჩატარებული, რომ ესე იგი ბარისა და მთის პირობები ერთმანეთისგან განსხვავდება და როდესაც ესე იგი აცრელი იქნება ცხოველი, მას არანაირი დაავადება მთაში აღარ შეხვდება, მაგრამ სასურველი იქნებოდა სურსათის ეროვნულ სააგენტოს დროულად მოეხდინა აცრების ჩატარება, ეს უნდა ჩატარებულიყო თებერვალი, მარტი, აპრილი. იმიტომ რომ უკვე მაისში მთებში გადავიდა ხალხი და ახლა დღესდღეობით მთებში ამ ვაქცინის ჩატარება ძალიან რთულად შეიძლება მოხდეს. ჩვენ დაუბრუნდებით ამ თემას. არჩილს მინდა ვკითხო. არჩილ მე მინდა ფირუს და მაყურებელს უთხრა რომ ბატონი არჩილი სწავლობდა და ცხოვრობდა უკრაინაში, სულ რაღაც ახლო წარსულში დაუბრუნდა თავის ქვეყანას, რომ იქაურე გამოცდილება და დაინიშნა საკონსულტაციო სამსახურში მიუხედავად იმისა, რომ ბათუმში ცხოვრობს, შუახევში უხდება ყოველდღიური სიარული. ბატონო არჩილ, მე მაინტერესებს რა მდგომარეობა დღეს შუახევში, გავიდა თუ არა მოსახლეობა უკვე საზაფხულო იალაღებზე და რა პრობლემებს აწყდება ძირითადად მოსახლეობა? მოგესალმებით, პატრიცია მაყურებლებო, მოგესალმებით თქვენ. დღესდღეობით შუახევში სიტუაცია ისეთია, რომ უმრავლესობამ მოსახლეობამ გაიყვანა თავისი საქონელი მთაში. ბარში, ჯერ კიდევ გრძელდება ეს პროცესი საქონლის გადაყვანა მთაში. ბარში რა თქმა უნდა დარჩება ცოტა ოდენობით რო ხა ეს უმრავლესობა ის იქნება ისეთი რომლებიც ახლო ხანში მოიგო და საჭიროა რომ დარჩეს ბარში. დღესდღეობით საკმაოდ დამაკმაყოფილებელი სიტუაცია ამ მხრივ ხალხი დაუჩინის მოსახლეობა გზებს ან კი რა თქმა უნდა ეს მეცხოველეობაში პრობლემები არის რაც შექმნილი პრობლემები არის კომპლექსური პრობლემები და ამ პრობლემებში ერთ-ერთი არის ტრანსპორტირება თვითონ მარშრუტი გზები არ არის კარგ მდგომარეობაში ამიტომ გადაადგილება საკმაოდ რთულია მაგრამ ეს ტრადიცია არ ირღვევა მიუხედავად აი ამ შეფერხებისა და ხალხი გადაადგილებს თავის საქონელს და მე იმედი მაქვს დარწმუნებული ვარ რომ ეს მემთაბარეობის ტრადიცია რომ გაგრძელდება საქართველოს მოიპოვებს თავისი პროდუქციით ისე როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის ნიშას რადგან მთაში ბევრად არჩილ ხო არ გაქვს ინფორმაცია ესეთი ტიპის მოვლენა დაუშვათ ევროპის სხვა ქვეყნებში ან მე ვიცი რომ შენ უცხოეთში გაქვს აღნიშნეთ განათლება მიღებული ხო არ შეხვედრი ხარ ესეთ მოვლენას თაბარის ანუ საქონლის გადაყვანა ესეთ საზაფხულო პირადად მე შეხვედრა არ მქონია რადგან უკრაინაში ასეთი იქ მარტო მინდვრებია და ხო პრეცედენტი არაფერი პრაქტიკაში ვიყავი საზღვარგარეთ მაგრამ იქაცა პირადად ასეთ მოვლენას არ შეხვედრია მაგრამ საკმაოდ გავრცელებულია ესეთი მოვლენა რადგან ხალხისთვის ეს არის ეს პერიოდი მთის პერიოდი ეს არის ყველაზე მომგებიანი და რენტაბელური პერიოდი რადგან უფასო საკვებია მაღალხარისხიანი საკვებია მაღალი ყვავილიანობით და შემადგენლობით მდიდარი საკვებია ამიტომ ეს პროდუქცია
ეს მაღალი დონის პროდუქცია აი ამ პერიოდზე მოდის და ძალიან საჭიროა. ბატონო არჩევ ჩვენ ამ თემაზე აუცილებლად გავაგრძელებთ საუბარს, მაგრამ მანამდე ჩვენ ხაზზე ყავს თბილისი, პირდაპირ ეთერში ბატონი გიგი მიქაბერიძე გვერდება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ბატონო გიგი და მე მინდა პირველი შეკითხვით მოგმართოთ, რომელიც ბუნებრივია ჩვენი თოქ-შოუს დღევანდელ თემას მეცხოველეობას უკავშირდება. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამ ეტაპზე მეცხოველეობასთან დაკავშირებით? მე ვგულისხმობ იმას, რა მდგომარეობაა ზოგადად საქართველოში ამ დარგის განვითარების კუთხით. ჩემი კომპანია ზოგადად უფრო დაკავებულია თანამედროვე კულტურების და მეთოდოლოგიების კვლევაზე, რაც შეეხება მესაქონლეობას. და ჩვენ საკმაოდ ბევრი უცხოელი ექსპერტი ჩავთვეთ ამ საკითხში. ზოგადად არის საკმაოდ დიდი ბაზა საქართველოში. იგივე რძის წარმოებას დაკავშირებით და მსხვილ რძის გადამამუშავებელ კომპანიებს საკმაოდ უჭირთ სტაბილურად დიდი რაოდენობის რძის მიღება. და ხშირად უწევთ მცირე მეწარმეებისგან ამ პროდუქციის შესწავლა, სადაც ხარისხი არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან და საკმაოდ საბოლოო ჯამი მაინც არაეფექტური გამოდის. ანუ ზოგადად დალის განვითარების პოტენციალი საკმაოდ მაღალია და წელს აგრეთვე საკმაოდ დიდი მოთხოვნა წამოვიდა ამ დარგში ინვესტირებას დაკავშირებით როგორც მსხვილ პროექტებზე, ისე წვრილი მეწარმეების კუთხით. წვრილ მეწარმეებში იგულისხმება მესაქონლეობა დაახლოებით 10-15 საქონლის ოდენობით, ხოლო მსხვილი პროექტები ეს არის დაახლოებით 300-დან 500 სულ ძროხამდე, რომელიც საკმაოდ მაღალი ინვესტიცია არის. მაგრამ სწორი აგროტექნიკური ღონისძიებების შემთხვევაში თუ განახორციელებს ფერმერი, აუცილებლად ეს ბიზნესი რენტაბელური გახდება. თვითღირებულება საკმაოდ მაღალია. მე მინდოდა მეკითხა, მე ვიცი რომ შენ ასევე ხარ ფინანსისტი და მაინტერესებს ბიზნეს გეგმების წერის პროცესში რა ჩანს, არის თუ არა რენტაბელური ეს ბიზნესი, მესაქონლეობა საქართველოში და აი კრედიტებსაც მინდა რომ რაღაც დოზით შეეხოთ, რამდენად დაფინანსდა თბილისის შემოგარენში არსებული მეცხოველეობის ფერმები და ახალი იდეები, აგრეთვე თუ შეგიძლია რაღაც კომენტარი გააკეთო ამ საკითხთან დაკავშირებით. კი ბატონო, რაც დაახლოებით ამაზეც დავიწყე საუბარი, ანუ ზოგადად ვახსენე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი არის დღესდღეობით. ჯერჯერობით არის პროექტები, რომელიც ვიცი რომ პროცესშია, როგორც კრედიტებთან დაკავშირებით, ისე არის პროექტები, სადაც აპირებენ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ცოტა მსხვილ პროექტებში. მაგრამ ზოგადად ინვესტირება ასეთი ტიპის პროექტში საკმაოდ მაღალ თანხებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, როდესაც უცხოური ჯიში შემოყვანა სურთ. ანუ დაახლოებით ციფრებთან დაკავშირებით რო გქონდეს საუბარი, საშუალოდ 300 სული ძროხის თანამედროვე ტექნოლოგიებით ფერმის შენებლობა ჯდება დაახლოებით $1 მილიონი. მაგრამ წვრილ ფერმერებს მე ურჩევდი რომ აირჩიონ ადგილობრივი ჯიშები, მაგრამ იზრუნონ გენეტიკურ გაუმჯობესებაზე და აუცილებლად ხელოვნური განაყოფიერების მეშვეობით შემდგომ გაუმჯობესონ შემდგომი თაობები. ზოგადად ბიზნესი არის რენტაბელური თუ სწორი კვების რაციონია და რა თქმა უნდა დაავადებების კონტროლი, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს, სადაც მაღალი ტენიანობა არის, უფრო მეტი დაავადების რისკი არის. მაგრამ მაინც შეიძლება განსაკუთრებით რძის წარმოება კარგად იყოს განვითარებული, თუმცა თვითღირებულება საკმაოდ მაღალი არის, ანუ კლასიკურად ითვლება რომ რძის წარმოებაში ფასნამატი საბოლოო ჯამში მოგება, წმინდა მოგება არის დაახლოებით 10-დან 20%-მდე. ანუ ყველაფერი თუ სწორად არ გაკეთდა, შეიძლება ეს ბიზნესი არ რენტაბელურადაც იქცეს. ანუ საკმაოდ კარგად უნდა იყოს როგორც კვების რაციონის შესწავლილი, ისე გენეტიკასთან დაკავშირებით უნდა იყოს აქცენტი გაკეთებული და რა თქმა უნდა იმ ფერმის
კონსტრუქციაც უნდა იყოს კარგად გაკეთებული. დიდი მადლობა ბატონო გიგი. კომუნისტების დროს. საკმაოდ საინტერესო რჩევებია, ვფიქრობ, განსაკუთრებით იმ ფერმერებისთვის, ვინც დაინტერესებულია ამ დარგის განვითარებით, ჩვენ აუცილებლად დაგიბრუნდებით. რამოდენიმე წუთში, მანამდე კი მე მინდა შეკითხვით გადავიდე ბატონ სულიკოსთან. ბატონ სულიკო, გვესმის რომ მეცხოველეობა ისევე როგორც მიწათმოქმედება, განსაკუთრებით აჭარაში, ერთ-ერთი წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობის. ტარდება თუ არა რაიმე ღონისძიებები ამ დარგის განვითარების ხარდასაჭერად, ამ შემთხვევაში გულისხმობ მიზნობრივ პროგრამებს. თუ ხორციელდება რაიმე მიზნობრივი პროგრამები დარგის განვითარებისთვის. როგორც მოგხსენებათ, მეცხოველეობა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი დარგი არის. ამ მიმართულებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამაში ჩართული არ ქონია, იმიტომ რომ ამას განაგებდა სურსათის ეროვნული სააგენტო, მას უნდა ჩაეტარებინა აცრები თურქულზე, ჯილეხზე, იგივე ცინდოვი წყული და ცოფსი. მაგრამ სასურველი იყო დღემდე შეეტარებინა, მაგრამ ნუ რაღაც გამონაკლისი ესე იგი დაუშვეს ესე რომ ვერ ჩაატარეს, მაგრამ მომავლის ჩვენ დაგეგმილი გვაქვს რომ ესე იგი მეცხოველეობაში ემკარის საწინააღმდეგოდ გავაკეთოთ მიზნობრივი პროგრამა და პლუს ამას წელს მიზნობრივი პროგრამა გვაქვს მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობისათვის. აი ემკარში რა იგულისხმება? ემკარი ეს არის ესე იგი 3 თვიდან 4 წლამდე ავადები ან სული რქოსანი პირუტყვი, დაავადების არანაირი კლინიკური ნიშანი არ აქვს და ესე იგი საქონელი შეიძლება ესე იგი უცაბედად 1 საათის განმავლობაში დაიღუპოს. არანაირი ესე იგი დახმარება მას ვეტერინარული ან სხვა მკურნალობა ესე იგი მასზე ვერ უასწრებ. ესე უცაბედად ესე იგი ელვისებული სისწრაფის ალბათ ვაქცინაცია უნდა გაუკეთდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს მოსახლეობაში წელს ჩატარდა, ნუ მოსახლეობის ხარჯებით. მოსახლეობამ თვითონ ესე იგი შეისყიდა ვაქცინა და ეს გააკეთა. ნუ ამას თის დაავადებასაც ეძახიან, იანიყარა, ჭიჭინას ეძახიან ესე იგი სოფლებში და ეს აუცილებელია რომ ჩატარდეს. 3 თვიდან 4 წლამდე ყველა საქონელი უნდა აიწლას, რომ შემდგომისათვის ესე იგი ეს მთებში რო გადადიან, უცაბედად ამას თის დაავადებას ეძახიან. და შეიძლება ესე იგი ცხოველი უცაბედად ელვისებურად მოკვდეს. და ჩვენ მომავლისთვის გეგმავთ რომ ეს პროგრამა, მიზნობრივი პროგრამა განვახორციელოთ და მოსახლეობას ესე იგი რო იტყვიან საჩუქრად გადავწყვეტეს აცრები ჩატარდეს და დაცული იქნებიან ყველანაირად რომ ესე იგი ასეთ დაავადებას ბატონო სულიკო მე არჩილს ვკითხავდი და იგივე შეკითხვა მინდა თქვენც რო დაგისვათ ჩვენ გვესმის პოსტსაბჭოთა პერიოდის შემდეგ და იმ პერიოდშიც რომ მესაქონლეობა არც თუ ისე მომგებიანია და არარენტაბელურია ხომ არ შეგიძლიათ ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთოთ რაღაც კომენტარი და უთხრათ ჩვენს მოსახლეობას თუ არის რენტაბელური, რა შემთხვევაში შეიძლება იყოს ის მომგებიანი და რა პირობები უნდა დაიცვას ფერმერმა, რომელიც გადაწყვიტავს მეხორცე ან მერძევე ფერმის აგებას, ან უკვე აქვს და სწორი მენეჯმენტის გატარებას. პირველი შეკითხვა არის თუ არა ეს მომგებიანი და რატომ არის? ბატონო სულიკო კადრს მიღმა საინტერესო მოსაზრება გამიზიარა მე თუ რატომ არის ეს შემორჩენილი პოსტკომუნიზმის შემდეგ თუ შეიძლება მოგახსენებთ რომ მე ვერ დავეთანხმები ვერანაირად რომ მეცხოველეობა წამგებიანი დარგია. იმიტომ რომ რაც მაგალითად დღეურად მაგალითს ავიღოთ დღეურად კომბინირებული საკვები სვიდქოსან პირუთ მერძეული მიმართულების ეკუთვნის 5 კილო. ჩვენ თუ იმას მივცემთ 9 კილოს ის მომგებიანი არასდროს არ იყო და ბატონმა გიორგი აღნიშნა რომ ესე იგი ადრე თუ 5 კილო ეძლებოდა საჭირო იყო რომ უნდა მიეცა რეკომენდირებული იყო ეძლებოდა 9 კილო და 9 კილოით რენტაბელური ვერ იქნებოდა და ამიტომ ესე იგი მოდის იქედან რომ მეცხოველეობა წამგებიანი დარგია მეცხოველეობა ესე იგი ასეთი არა მეცხოველეობა არის მომგებიანი დარგი თუ იმას მიუდგებით იმ მიმართულებით რომ ჩვენ იმას ნორმალურად ყვებოთ საკვებობა შეუქმნათ რა თქმა უნდა ყველა პირობა უნდა შეუქმნათ იმას ალბათ ჰიგიენურიც ძალიან მნიშვნელოვანია საკვები ბაზა წყალი ყველაფერი ის რაც მას შეიძლება მე ესე იგი გეუბნებით 100%-იან გარანტიას ვიძლევი რომ მეცხოველეობა წამგებიანი არ იქნება და თუ ახლა ვინც რომ ადრეულ პერიოდში საკვებს არ აძლევდეთ ძირითადად მეცხოველეობის ფერმებში იყო საუბარი რომ ესე იგი ეს იყო წამგებიანი და კერძო სექტორში რატომ არავინ არ ამბობს მაგალითად რომ მეცხოველეობა წამგებიანიო პირიქით ის რომ წამგებიანი იყოს არავინ არ შეინახავს ესე იგი 7 8 10 15 მაგალითად ან 30 სულ პირუტს
და იმას მთებში არ გადაიყვანს, არ შეიწუხებს თავს და არ გადმოიყვანს ისევ და მთელი ესე იგი წლის განმავლობაში მის გვერდით არის და მასთან არის ესე იგი და მოგებასაც და ყველაფერი და რენტაბელური არის. ჩვენ ალბათ გვაინტერესებს უფრო ჩვენი მეზობელი ქვეყნის უკრაინის გამოცდილება არის თუ არა რენტაბელური და ამბობენ თუ არა რომ მესაქონლეობა არ არის რენტაბელური ჩვენს მეზობელ ქვეყანაში და რა პირობებს უქმნიან საქმე. მეცხოველეობა ერთ-ერთი ყველაზე რენტაბელური დარგია სოფლის მეურნეობაში. უკრაინის გამოცდილებიდან მოგახსენებთ რომ პირველად 2000 წლის დასაწყისში დიდმა კაპიტალმა ფული ჩადლა ქათმის ფრინველების გამრავლებას, რადგან ფრინველი არის ყველაზე სწრაფად წონას მოემატებს და ყველაზე სწრაფად შეიძლება პროდუქციის რეალიზაცია. შემდეგ, როცა ეს დარგი შეივსო, გადავიდნენ მეღორეობაზე. რადგანაც მეღორეობაც სწრაფად თვითონ ღორი, როგორც ბიოლოგიური და ახლა გადავიდნენ უკვე მერძეობაზე და მესაქონლეობაზე. რადგან უფრო მეტი მოგებაა. მაგალითად, წარმატებულ ფერმებში, სადაც არის რძის რაოდენობა ბევრი, იქ მანქანები, ავტოცისტერნები დგარან რიგში. რადგან ეს რძე წაიღონ ნაყინის გადასამუშავებელ ქარხანაში, ბავშვსაკვების დასამზადებელ ქარხანებში. ამიტომ მოთხოვნა ძალიან დიდია. მithumetes ჩვენს პირობებში, როცა სოფლიდან მოსახლეობა ჩამოდის ქალაქში და ვერ აწარმოებს აი ამ საქონლის პროდუქციას, მეცხოველების პროდუქციას, რა თქმა უნდა, როგორც ვიტყვით, ჭამა ყველა სჭირდება, ხო? ამიტომ მოთხოვნა უფრო მეტად გაიზრდება და გაიზრდება, მაგრამ პირველი პირობა არის, რომ უნდა იყოს ეს კომპლექსური პრობლემები, უნდა იყოს კომპლექსური მიდგომა, უნდა იყოს და გადაწყდეს ეს ძირითადი პრობლემა შეგიძლიათ რომ დაგვისახელოთ. ძირითადი პრობლემა ეს საქონლის არის საკვები ბაზა. ძირითადი პრობლემა. მემთაბარეობა ხალხი იმიტომ დიდ მანძილს გადის, რომ იქ არის უფასო საკვები, მაგრამ ეს 4-5 თვე გადის და მერე ჩამოყარს უკან საქონელი და იწყება უკვე თივით, გამხმარი თივით კვება, რასაც უძახიან კომბიკორმებს, რაც ქართოს ეს არის მხოლოდ არ არის კომბინირებული საკვები. როგორც ფირუზმა მითხრა, დაახლოებით 2000 ლარი უჯდება ერთი სეზონი. ერთი მიმართულებით პირუტყვის ჩაყვა. არც თუ ისე მცირე თანხებია და ეს ალბათ გამოწვეულია, იმიტომ რომ ამ თანხის საკვებით არ შეუძლია მას მთელი ზაფხული გამოკვებოს საქონელი. და შესაბამისად თუ იქნება საკვები ბაზები, სასილოსე საკვების დამამზადებელი კომპანიები ალბათ უფრო ადვილი იქნება ამ დარგის განვითარება. ბიზნესური პროგრამებზე უკაცრავად ბატონო, ამ შემთხვევაში მეის ფერმერები, ვისთანაც მქონდა საუბარი, მეუბნებიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ უჯდება ძვირი პირუტყვის გადაყვანა საზაფხულო იალაღებზე, ისინი თვლიან, რომ ეს არის აუცილებელი, ვინაიდან ისინი ვერ მიიღებენ ისეთი ხარისხიან პროდუქტებს ბარში, როგორც მოლოდებში, გარემო პირობების გათვალისწინებით. ის რაც მას ხარჯი უჯდება და მთაში გადასასვლელად იმაზე მეც დახარჯავს აქ ადგილზე და ზამთრისთვის არანაირი საკვები მას არ ექნება. აღარ შეჩება. არ შეჩება არაფერი და ის მოგებულია, როდესაც ესე იგი მიდის 100 კილომეტრი. ესე იგი ჩვენ ნახეთ სიუჟეტი, რომ მანქანით გადაიყვანა ეს ცხოველები და ბარაკთან ერთად გადაყვანა 200 კილომეტრი. რა თქმა უნდა, კი ბატონო, მაგრამ გეუბნებით ეს გადაყვანა მას კი უჯდება იმ ერთმაშად იხდის, მაგრამ სამაგიერო 2 იმდენს და 3 იმდენს ესე იგი იგებს, იმიტომ რომ ჩამოდის საკვები ბაზა უფასოდ აქვს ესე იგი არანაირ ფულს არ იხდის და ჩამოდის შემდგომ ესე იგი იქიდან კმაყოფილი. და ამიტომ მიდის თუ არა ის რომ კმაყოფილი იყოს, არანაირად ის არის სწორებს რომ ამდენ მანძილზე გადაადგილდეს. დიდი მადლობა ბატონო სულიკო. ბატონო გიგი, ესეთი შეკითხვა მექნება თქვენთან. საკვები ბაზა, თუ ფიქრობს, თუ გქონიათ პრეცედენტი, თუ მოუმართავს რომელიმე ბიზნესმენს ან ფერმერს, რომელსაც აქვს სურვილი შექმნას საკვები ბაზა მეცხოველეობაში, აწარმოოს სილოსი, ან გამოუშვას კომბიკორმი დაამზადოს საქართველოში. თუ ქონია ესეთი შეხება რომელიმე ფერმერთან ან ბიზნესმენთან და რას ფიქრობ, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს საკითხი მეცხოველეობის განვითარებისთვის? მე ვფიქრობ საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზოგადად საკვები ბაზის გაკეთება
იმ კომპანიებისთვის, რომლებიც უკვე დიდი მასშტაბით განახორციელებენ ამის გადამუშავებას, თვითონ ფერმერისთვის გახდება უფრო საბოლოო საკვები იაფი და თან ეს საკვები იქნება კონცენტრირებული, მასში იქნება ყველა ის მინერალები, რაც უფრო გაუმჯობესებს თვითონ საქონლის წარმოებას. ზოგადად არიან სურველები და არის საკმაოდ დიდი ტენდენცია ამ ბიზნესის განვითარების კუთხითაც, მაგრამ ჯერჯერობით მე როგორც ვიცი, ჯერჯერობით კონკრეტულად რომელიმე ესეთი ტიპის პროექტი არ დაფინანსებულა, მაგრამ იმედი მაქვს იდეაში, რომ დაფინანსდება, რადგან ბაზარზე ამის პოტენციური საკმაოდ დიდი მოთხოვნა არსებობს. ამის გარდა ზოგადად აპრობირებულია, რომ სოიოს საკმაოდ აქტიურად იყენებენ განსაკუთრებით ძის წარმოებაში და ეს ამის წარმოება საერთოდ თითქმის არც არის საქართველოში, ან მინიმუმ იმპორტით მაინც უნდა შემოვიდეს და საკვებ რაციონშიც მაინც უნდა გამოიყენებოდეს ასეთი ტიპის საკვები. გიგი, როგორ მიგაჩნია დღეს ბაზარზე ხორცის ფასი? საშუალოდ 15 ლარი ფიქსირდება. არის თუ არა ეს რეალური ფასი ჩვენი ბაზრისთვის და რა განაპირობებს ძირითადად აღნიშნული ფასის დაფიქსირებას? დღესდღეობით ისე როგორც ხორცის ფასი, აგრეთვე რძის ფასი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, სადაც უფრო განვითარებულია სოფლის მეურნეობა და განსაკუთრებით ეს დარგი უფრო მაღალია ჩვენთან ფასი, იმიტომ რომ ზოგადად თქვენ ისაუბრეთ ბიზნესის რენტაბელურობაზე, ჩვენ ხვდით ამ ბიზნესს დღესდღეობით რენტაბელურს, იქიდან გამომდინარე, რომ საბოლოოდ ფასიც მაღალი გვიჭირავს. მაგრამ სამოვალოდ ტენდენცია უნდა იყოს იმისკენ, რომ ამ საქონლის წარმოებლურობა უნდა გაიზარდოს, უნდა შესაბამისად გაუმჯობესდეს გენეტიკაც და გაუმჯობესდეს საკვები რაციონიც და დაიკლოს ზოგადად წარმოების ხარჯება. ანუ თვითონ საქონლის ღირებულება თუ არ დაიკლო, შესაბამისად არ შემცირდება. ალბათ კონკურენციის სამომავლოდ აუცილებლად ეს ფასები უნდა შემცირდეს. კონკურენციის საკითხიც მნიშვნელოვანია ალბათ გიგი. ჩვენს ბაზარზე ნაკლებად არის ესეთი ტიპის პროდუქტებში ადგილობრივი წარმოების კონკურენცია. რა სიტყვით? კონკურენციაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, ანუ ძალიან დიდი ნაწილი შემოდის იმპორტით, როგორც რძის ნაწარმები, ისე ხორცის ნაწარმი და აგრეთვე არის ტენდენცია იმისა, რომ რამოდენიმე უცხოური კომპანია უკვე კონკრეტულ პროექტს აკეთებს საქართველოში, იწყებენ საკმაოდ მსხვილი ფერმებში და დიდი რაოდენობით რძის წარმოებას, რაც მე ვარაუდობ, რომ შეიძლება ეს იმოქმედოს ადგილობრივ ბაზრის ფასებზეც. და უფრო მეტი კონკურენცია გამოიწვიოს მცირე ფერმერებთან. ამიტომ მცირე ფერმერებმაც უნდა იზრუნონ ამ ბიზნესის განვითარებაზე და ზოგადად შეეცადონ, რომ წარმადობა გაუმჯობესდეს ამ ბიზნესში და დიახ, გიგი, მე ხარჯები შეამცირონ. დიახ, გიგი, მე მაქვს თქვენთან ერთი შეკითხვა, უშუალოდ ახალი ჯიშების შემოყვანასთან და ხელოვნურ განაყოფიერებასთან დაკავშირებით. რა მოსაზრებები გაქვთ თქვენ ამაზე, ამის თაობაზე? არის თუ არა ეს ჩვენი რეალობისთვის მისაღები თუ ის ჯიშები, რომლებიც ყავს ჩვენ მეცხოველეობის ფერმებში ან თუნდაც კერძო საკუთრებაში, არის შესაბამისი იმისთვის, რომ იყოს კონკურენტუნარიანი ბაზარზე? ზოგადად ის ადგილობრივი ჯიშები, რაც არის, ეს არის თვითონ კერძოდ ფერმერს დამოკიდებული. შესაძლებელია უცხოური ჯიშის შემოყვანაც და ამის გამოყვება და ასე შემდეგ და მიიღებენ ჩვეულებრივად იმ უკუგებას, რასაც ელოდებიან უცხოური ჯიშის ჯიშებისგან, მაგრამ ადგილობრივი ჯიში იქიდან გამომდინარე დარღვეულია უკვე დიდი ხანია ყვების რაციონი, ვაქცინაციები და ასე შემდეგ. ჭირდება აუცილებლად გენეტიკური გაუმჯობესება. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ სელექცია უნდა მოხდეს კარგი ჯიშების, იგივე ადგილობრივის ხელოვნური განაყოფიერების მეთოდით უნდა იყოს გამოყვანილი უფრო კარგი და კარგი შემდგომი თაობები. დღესდღეობით ფერმერებთან რაც ხდება, ეს არის ბუნებრივად განაყოფიერება, რაც თითქმის უკვე არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ეს პრაქტიკა.
დიდი მადლობა გიგი უთხოვ ჯიშის ჩამოყვანა საკმაოდ ზვიადღირებული სიამოვნება დიდი მადლობა გიგი ჩვენს გადაცემაში მონაწილეობის მიღებისთვის იმედია კიდევ არაერთხელ იქნები ჩვენი სტუმარი გისურვებთ წარმატებებს გაზობ თქვენ დიდი მადლობა ჩვენ ბრუნდებით გიორგის იგივე შეკითხვით მინდა გავაგრძელოთ ჩვენი გადაცემა ბატონ არჩილს და ბატონ სულიკოს კითხო აღნიშნული ჯიშები ერთი ხელის მოსმით ვერ ამოვწვიტავთ და ვერ შევწვით იმიტომ ეს ძალიან დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული ისევ და ისევ ალბათ ხელოვნური განაყოფიერება და რას ურჩევთ ჩვენს მოსახლეობას ამ საკითხთან დაკავშირებით მოგახსენებთ რომ ხელოვნური განაყოფიერება ეს არის ერთ-ერთი ჩვენი ორგანიზაციის IP Agro Services ერთ-ერთი მიზნობრივი პროგრამა უკვე ახალი პუნქტების ხელოვნური დათესვის ახალი პუნქტების ორი პუნქტის გახსნა არის დასრულების ფაზაში გაიხსნება სავარაუდოდ ქობულეთის და ქედის რაიონში ამიტომ ეს არის ერთ-ერთი სტრატეგიული შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან ჯიშობრივი განახლება ეს გადაუდებელი საქმეა. საჭიროა თუ გვინდა რომ ჩვენი პროდუქცია იყოს რენტაბელური და ეს მესაქონლეობა იყოს რენტაბელური, გვჭირდება ახალი ჯიშები შერევა, რადგან ერთი საკვები ერთეულზე იყოს მეტი ამაზე საუბრობთ ჩვენი სტუმარიც ბატონი გიგი და აქვე შეკითხვა მოსახლეობაში არის გავრცელებული ბატონ სულიკო ესეთი ინფორმაცია და ესე ფიქრობს მოსახლეობა რომ ეს ჯიშიანი ცხოველი პირუტყვი რო ავიყვანო იმას თავისებური მოვლა და უფრო მეტი საკვები ჭირდება და ჩვეულებრივი ჩვენი ჯიშის საქონლისგან განსხვავებით, პირუტყვისგან განსხვავებით ეს უფრო კარგი ჯიშის ესე ვთქვათ პირუტყვი უფრო მეტ საკვებს მოითხოვს, რაღაც ზედმეტ დანახარჯებს ეს რო გამომართოთ მოსახლეობას ჩვენ მაგალითად რომ ჩვენი ადგილობრივი ჯიში გავცესოთ შემოტანილი მაგალითად ჯერსის ჯიში, მეხორცეობის ჯიში, აბერდინ ანგუსის ჯიში, ეს აღნიშნავს რომ სტრუხა ხბოს მოიგებს სუფთა აი ამ ახალი ჯიშის. ეს იქნება შერეული, ეს იქნება პლასტიკური და უფრო ეფექტიურად გამოიყენებს იმ საკვებნივთე ის რაც არის ახლა მაგალითად საძოვარს იმას უფრო ეფექტიურად გამოიყენებს და მაგალითად სუფთა აბერდინ ანგუსის ჯიშის ხბო უკვე 8-9 თვეში 160 კილოგრამი ხდება ეს მეხორცეობისთვის ძალიან დიდი რენტაბელურობაა მაგრამ ეს სუფთა ჯიში რა თქმა უნდა ამიტომ ყოველი ახალი თაობა 20-30%-ით გააუმჯობესებს პროდუქტიულობას უბრალოდ იგივე საკვების მიღებისას ბატონო სულიკო უფრო მეტ ეფექტს ღებულობთ აი ეს რო ამის ახსნა რომ მე ერთ დავამატებდი რომ ჩვენი ადგილობრივი ჯიში ერთი ხელის მოსმით ვერ ამოვწვეთ და ვერ მოხდება ესე იგი უცბად რეალიზაცია რა თქმა უნდა ეტაპობრივად ხელოვნური განაყოფიერება უკვე ბათუმში არის ფუნქციონირებს ერთი ძელია შეჯვარება ხდება ჯერსის ჯიშზე რომელიც არის შეგუებული იქნება ჩვენ პირობებში და მას არ გაუჭირდება არანაირი არც სამომთაბარეობად გადასულა გადმოსულა და როდესაც რომ ის შეეგუება დროთა განმავლობაში რა თქმა უნდა მას წლები სჭირდება იმიტომ რომ 2 წლის ასაკში განაყოფიერდება და უკვე 3 წლის ასაკში გვაძლევს შთამომავლობას თქმა უნდა შემდგომ ეს ათმის ქართული რომელიმე უნიკალური ჯიში ხო არ არის დავამატებ ჩვენ თითქმის ყველა დარგში გვაქვს უნიკალური ქართული და მეცხოველეობაში ქართული ჯიში ძირითადად არის ესე იგი კავკასიური წაბლა ხელსურული ხორცე თუ მერძევე ჯიშია ნუ ახლა ჩვენი რაც იცი მერძი კომბინირებულია მერძეულათაც ვიყენებთ და მეხორცულათაც ნუ ახლა ცალკე გამოვუყოთ დარგად რომ ეს მეხორცულია ეს მერძეული არა ესე იგი არის მერძეული თუმცა უკეთესი ჯიშებიც არსებობს სოფლიო ბაზარზე და რა თქმა უნდა მაგრამ ადგილობრივი კავკასიური წაბლა ჯიში გამოყვანილი აბერდინ ანგუსის შერეული სისხლიდან გამოყვანილი ამიტომ ახალად რომ ეს ჯიშის ეს სისხლი მიურიოთ ეს უფრო ეფექტიური შედეგს მივიღებთ და იქნება ბატონო ხელოვნური განაყოფიერების პროცესში რომელ ჯიშზე უფრო მოთხოვნა მეხორცე ჯიშზე თუ ჩვენ პირობებში მერძეული მიმართულების ჯიშებზე არის მოთხოვნა ჯერსი არის ძალიან კარგი ძისხმიანობა 4-5%-მდე აღწევს და არის პატარა ჯიშის საქონელი არ უნდა ესე იგი იმდენი საკვები როგორც მაგალითად ველის წითელს ან მაგალითად ჰორშპრიზულს ან სხვა ისეთი ჯიშები არის რომელსაც ესე იგი შავჭრელი გერმანული მაგალითად
ძალიან კარგ პირობებში ესე იგი შემოიყვანეს 59 წელში და დღესდღეობითაც შეიძლება ჩაითვალოს რომ ჩვენ პირობებზე არის ეს ხომ არ ნიშნავს იმას რომ მეხორცე ჯიში ჩვენთან ასე თუ ისე კარგად არის განვითარებული ესე ვთქვათ. არა, მეხორცე ჯიში ჩვენთან არ არის, მაგრამ შეიძლება რომ მეხორცული ჯიში საქონელის ესე იგი ვიყოლიოთ და ვაწარმოოთ. არის კომბინირებული ჯიში, მერძევე მეხორცე ჯიში, რომლებიც საკმაოდ ეფექტიური ჯიშებია და ჩვენი პირობებისათვის და ეს ჩვენი ხელოვნური დაცვის პუნქტები სთავაზობს აი ასეთი ჯიშების კომბინირებულს მერძევეს მეხორცეს და კომბინირებულ ჯიშებს სთავაზობს ჩვენი ხელოვნური დაცვის პუნქტები. რაც შეეხება დაავადებებს, ჩვენი ეთერში შეზღუდულები ვართ დროში, ამიტომ გვინდა ცოტა მოვასწროთ ყველა მიმართულებით. არის თუ არა რომელიმე ისეთი გამოსაყოფი დაავადება, რომელიც უფრო მეტად მძლავრობს ჩვენს რეგიონში და რომელია ეს დაავადებები, როგორ შეიძლება ჩვენმა მოსახლეობამ პირველ ეტაპზე მიხვდეს, რომ თავის პირუტყვი მაგალითად მე აღნიშნავ, რომ განსაკუთრებით საშიში დაავადებები არის თურქული, იგივე ჯილეხი, ციმბირული წვრილი, ბრუცელოზი, ტუბერკულიოზი, სოფი, ემკარი რა თქმა უნდა დასაწყისში აღნიშნეთ, ესენი არის საშიში დაავადებები. ჩვენთან აცილები მხოლოდ და მხოლოდ ტარდებოდა ჯილეხზე, თურქულზე და სოფზე. დანარჩენზე არ გარდებოდა, მაგრამ მე მოუწოდებ ჩვენ ვიქნებით ეროვნული სააგენტო იქნება შემოიტანოს ვაქცინა ბრუცელოზის საწინააღმდეგო. ანუ პრევენცია მთავარი ზომები, რაც მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, უნდა ესე იგი მოხდეს ვაქცინაცია ბრუცელოზის არასწორი ზონები ხო არ დაფიქსირებულა, აი ბოლო წლებში ვიცით რომ ისე ძალიან ბრუცელოზის შემთხვევები დაფიქსირებული არის, იყო ხელვაჩაურის რაიონში, იყო შუახევში, იყო ხულოში და თურქული შემთხვევები ესე იგი დღესდღეობითაც არ არის თქვენად ლიკვიდირებული, მაგრამ მე მოუწოდებ კიდევ ერთხელ რომ ესე იგი ვაქცინაცია გაკეთდეს, რაც შეიძლება კომბინირებული ვაქცინა. და ვაქცინის დეფიციტი ხო არ არის ბაზარზე? ვაქცინის დეფიციტი არ არის ბაზარზე. მოპოვება შეიძლება. შეიძლება, მაგრამ მე ვურჩევ რომ გაკეთებული იყოს მხოლოდ და მხოლოდ კომბინირებული ვაქცინით, იმიტომ თურქულის 7 სახის დაავადება არსებობს. ჩვენ თქვათ ავცარით A ტიპზე. შეიძლება იქ O ტიპი დაემართოს, ან C ტიპი, ან აზია პირველი, სად პირველი, სად მეორე, სად მესამე და ასე შემდეგ. ამიტომ კომბინირებული როცა იქნება, ესე იგი ამ შემთხვევაში ჩვენ დაწვრილებული ვიქნებით, რომ იმ ცხოველს არაფერი არ დამატ. კი ბატონო, იმასაც ვიტყვი რომ თურქული დაავადების შემთხვევაში ცხოველი არ გვდება, მაგრამ წვალოს შეიძლება ესე იგი 15-20 დღე იავადყოფოს, ეს არის პირის, სულის, ჩლიქების და ესე იგი ცხოველი ისე ანუ შესამჩნევია რა თქმა უნდა პროდუქტიულობა შუახევის პირობებზე როგორი არის მომართვიანობა ჩვენ ძალიან აქტიურად ვადევნებთ თქვენი სამსახურების განვითარებას და წინსვლას არის თუ არა მოსახლეობიდან შეკითხვები თხოვნები დახმარების და რა ტიპის აი დაავადებებზე მესაქონლეობას რაც შეეხება კონკრეტულად თქმა უნდა მოსახლეობიდან დიდი ყურადღებაა ჩვენ სამსახურზე ჩვენ ვახდენთ გასვლებს სადაც ხვდებით მოსახლეობას და ბევრი კითხვებია და მაგალითად რაც შეეხება მესაქონლეობას დიდი მოთხოვნა სხვათა შორის ხელოვნურ განაყოფიერებაზე დაწესვაზე. ხალხი თვითონ ჩვენ შეიძლება ვერ ვასწრებთ ამ თემის დაწყებას, როცა თვითონ ხალხი გვეკითხება, რა ხდება, ანუ როდის დაიწყება ჩვენს მხარესო. უშუალოდ მოვლა პატრონობაზე თუ არის შეკითხვები? უშუალოდ მოვლა პატრონობაზე სხვათა შორის შეკითხვები ძალიან დაბალი, იმიტომ რომ ყველა პატრონი ფიქრობს, რომ მანულის ყველაზე კარგად თავის საქმეს ყველაზე კარგად. თუმცა აღნიშნოთ, რომ განათლება და ზუსტი რეჟიმის ცოდნა, კვების იქნება ძალიან ბევრი რეკომენდაციების გაკეთება შეიძლება ყველა მწვერვალმა ხალბატონმა მაგალითად იცის რომ წველის წინ მასაჟია საჭირო გასაგებია როცა მობამ ცურს უნდა გაუკეთო მასაჟი მაგრამ წველის დასრულების შემდეგ 1-2 წუთიანი მასაჟი ეს არის პრევენცია მაგალითად მასტიტის პრევენცია შემდეგში პროდუქტიულობას გაზრდის დაბალი პროცენტი შეიძლება 3-5%, მაგრამ ეს შედეგს მაინც მოიწონს და დაავადებების პრევენციაც არის. ასეთი პატარა რეკომენდაციები შეიძლება ძალიან შედეგი მივიღოთ საკმაოდ შესანიშნავი. დიდი მადლობა ბატონო არჩილ, დიდი მადლობა ბატონო სულიკო. ამ ეტაპზე ჩვენი დრო იწურება. უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა. ამით ჩვენი თოქ-შოუს პირველი ნაწილისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. შეგახსენებთ, რომ ჩვენ შეკითხვას პირდაპირ ეთერში აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბატონი სულიკო ბერიძე და შუახევის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის ვეტერინარი არჩილ შაინიძე პასუხობდნენ.
გადაცემის მეორე ნაწილში აჭარაში მოქმედ მეცხოველეობის ფერმებზე ვისაუბრებ. ჩვენი სტუმრები კი შპს ლუკა 2012-ის დირექტორი რაულ კირკიტაძე და შპს ნუსრეთ ჯორჯიას დირექტორი გურამ თურმანიძე იქნებიან. მაგრამ სანამ ისინი პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდებიან, ნახოთ სიუჟეტი, რომელიც აჭარაში მოქმედ ფერმებზე მომზადდა. 35,000 დოლარი ძველი მიტოვებული ფერმის შესაძენად, 100,000 დოლარი შენობის რემონტისათვის და კიდევ 100,000 დოლარი პირუტყვის შესაძენად. ეს ინვესტიცია სოფელ აჭყვაში იაშარ ბუიაჯიმ 2010 წელს განახორციელა. Bora kesinlikle hayvancılık yapabileceğini burada keşfettim bildim. ჩემმა შვილმა საიდმა საქართველოში 2006 წელს დაიწყო სწავლა. ის დღეს ფიზიოთერაპევტია და იზმირში მუშაობს. მე იზმირში პირუტყვის ფერმას ვფლობ. როცა შვილის მოსანახულებლად საქართველოში ჩამოვედი, ხელსაყრელი პირობები შევნიშნე აქ ჩემი ბიზნესის გასაფართოვებლად. იაფის საკვები და კარგი კლიმატი, ამიტომაც გადავწყვიტე ამ სოფელში ფერმა გამეხსნა. ნუსრეთ ჯორჯიას ფერმაში სპეცტექნიკა მუშაობს, პირუტყვის საკვების დასამზადებლად და მისაწოდებლად. ტერიტორიის დეზინფექციისთვის კირს აპნევენ. ფერმაში ამჟამად 6 პირია დასაქმებული. არის განსაზღვრული დრო დასვენების საფულის, რომელიც სამუდო შეწუხდეს იმ თავისი დასვენების პერიოდში, რომ მან მისცეს ნამატი. იქიდან გამომდინარე, კიდე კვებასთან დაკავშირებით, კვება თქმა უნდა საუკეთესო არის თივა, არის ქატო, სიმინდი, ქერი და ხორბალი. ეს კომბინირებული, რომელიც არის დანადგარი, სადაც ითქვება ეს და ეწოდება. პლუს ამას არის ყველა პირუტყვთან განთავსებული ხვამარილი. ხვამარილი და ვიდეო თვალი. სასწორი და წისქვილი. ნუსრეთ ჯორჯიას თანამედროვე ფერმა სულ 130 პირუტყვზეა გათვლილი. ჩვენი ბაზარი მოიცავს ძირითადად ამ ეტაპზე მხოლოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიას, სამწუხაროდ შემდგომისათვის რაღაც გაფართოების გეგმები გვაქვს. ამ ეტაპზე ადგილზე წარმოებული პროდუქციის გასაღებასთან დაკავშირებით პრობლემა არ გვაქვს. იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტიურად რასაც ვაწარმოებთ, იმას ვყიდით, მაგრამ შემდგომისათვის ბაზის გაფართოებასთან დაკავშირებით ალბათ დაგჭირდება ხელისუფლების დახმარება იმაში, რომ ფერმის გაფართოება იქნება ავტომატურად საჭირო. ფერმაში თვის განმავლობაში 20-22 სული საქონელი იკვლება. ხორცით 2 წლის წინ გახსნილი მაღაზია მარაგდება. კიდევ ერთი ფერმა ლუკა 2012 რძის წარმოებაზეა ორიენტირებული და ძირითადად რძით ახლო მდებარე სოფლების მოსახლეობას ამარაგებს. ფერმაში შვიცის, ველის, წითელისა და ჰოლანდიური ჯიშის ფურები ჰყავთ. დღეში აქ 90 ლიტრ რძეს აწარმოებენ. ჩვენ ამის დიდი გამოცდილები გვაქვს, თითქმის 20-წლიანი გამოცდილება გვაქვს. ეხლა გვინდა ის საქონელი, რომელიც უკვე უარგისია ამ ფერმისათვის და არარენტაბელურია, გვინდა შევცვალოთ რენტაბელური საქონლით და შევიძინოთ რენტაბელური საქონელი, რომელიც უფრო მეტ მოგებას გვიჩვენებს. სურვილი ის არის, რომ გვაქვს სასაწყობე მეურნეობა და არის პერსპექტივა, რომ შეიძინო იაფად წლის მოსავალი, მთელი წლის საკვები რაციონი, რომ მთელი წლის მარაგი იაფად შეიძინო და იაფი დაგიჯდება უფრო საქონლის შენახვა. დაახლოებით პროცენტულად რამდენი? პროცენტულად ახლა თუ ზამთარში შეჭერს ერთი პრესი თივა 7-8 არის, ახლა შეიძლება შეიძინოს 3-4 ლარად. ურეხის ფერმის მესვეურები ამბობენ, რომ პირუტყვის ერგეს სასაკლაოზე ტრანსპორტირება მათთვის არახელსაყრელია და დიდ ხარჯებს უკავშირდება. საუკეთესო გამოსავალი ალბათ ჩვენთვის იქნება, რომ თვითონ ჩვენ დავამუშაოთ საქონლის ხორცი და გავიტანოთ სარეალიზაციოდ ბაზარში. ბაზარში თავისთავად არის იქ სამედიცინო შემოწმება, მოწმდება ხორცი და ვარგისიანობის შემთხვევაში ჩაბარდება და ავწვდებით ზედმეტ ხარჯებს. ფერმა ლუკა 2012-ის მფლობელი 70,000 ლარამდე კრედიტის მიღებას გეგმავს, რითაც სარემონტო სამუშაოები უნდა ჩატარდეს და პირუტყვის ახალი ჯიშები უნდა შეიძინონ. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვაგრძელებთ მუშაობას. შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმრები არიან შპს ნუსრეთ ჯორჯიას დირექტორი ბატონი გურამ თურმანიძე და შპს ლუკა 2012-ის დირექტორი ბატონი რაულ კირკიტაძე. მოგესალმებით ბატონებო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ თქვენ მეცხოველეობას მისდევთ უკვე საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. აქედან გამომდინარე, პირველი შეკითხვა მექნება იმასთან დაკავშირებით. თუ რა პრობლემები გექნებათ სამუშაო პროცესში? არის თუ არა ხელშემშლელი ფაქტორები საიმისოდ, რომ თქვენ უფრო მეტად განავითაროთ თქვენი მეცხოველეობის ფერმები?
პრობლემები სამი წელია მივესალმებ, მოგესალმებ მთელ მაყურებელს თქვენს მივესალმები. პრობლემები სამი წელია ფუნქციონირებს არ შექმნია. მუშაობთ როგორც წესი და რიგი მსახურებით ქალაქს. მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. პრობლემა არაა ჯერჯერობით. ბატონო რა თქვენთან როგორ მოგესალმებით, მივესალმები ტელემაყურებლებს. ესეთი პრობლემები, როგორც ახლა დიდი პრობლემები ჩვენ არ შექმნია წლის თითქმის 1 წელია უკვე მუშაობთ და პროგრესი შეიმჩნევა რა ჩვენს მუშაობაში და პატარ-პატარა პრობლემები არის, მაგრამ მოგვარებადია და თუ ამ პრობლემებთან დაკავშირებით ხელშეწყობა იქნება სახელმწიფოსგან და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ეს იგრძნობა უკვე აი რას გულისხმობთ ამ შემთხვევაში პატარა პრობლემებში? თუ რაღაც დაფინანსების მიზნით ან რაღაც ინვენტარის დაფინანსების მიზნით, როგორც ახლა პროგრამები არის, ტრაქტორები, რაღაცები, საწველი აპარატები, რაღაც ფერმას მოეთხოვება და რაც ფერმას სჭირდება, ამ მიზნით თუ იქნება რაიმე სახელმწიფოსგან, უფრო უკეთესი იქნება. შენავათი იქნება ყველა ფერმერს და საუბრობდით საკითხზე მეცხოველეობის, მესაქონლეობის დარგის რენტაბელურობაზე და მომგებიანობაზე. ხშირად ისმის მოსახლეობისგან, რომ მესაქონლეობა არ არის მომგებიანი. თქვენი კომენტარი მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით და როგორ შეიძლება იმ პირობით განვითარება საქართველოში, კერძოდ კი აჭარის რეგიონში, თუ კი თქვენ აცხადებთ, რომ სერიოზული პრობლემები განვითარებაში არ ქონიათ, რა პირობები არის იმისთვის საჭირო, რომ მესაქონლეობა განვითარდეს და რასელიც სახელმწიფოსგან დახმარების კუთხით აგროკრედიტებს გულისხმობდით, მე მგონი თქვენ. გიორგი, სანამ ჩვენი სტუმრები ამ კითხვაზე პასუხს გასცემდნენ, მე მინდა შევახსენო ჩვენს მაყურებელს, რომ ჩვენი ток-შოუ არის ინტერაქტიული, ნებისმიერ თქვენგან შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 2753 და დაგვისვათ შეკითხვა, შეგახსენებთ, რომ ჩვენ მეცხოველეობაზე ვსაუბრობთ და ამ დარგის პრობლემებზე, ასე რომ მოგიწოდებთ იაქტიუროთ და ველით თქვენს ზარებს. დიახ, არის თუ არა რენტაბელური მეცხოველეობა? კარგია, რომ დღეს ჩვენი სტუმრები როგორც მერძეული, ესევე მეხორცული მიმართულებით იმყოფებით ჩვენ. ასე რომ კომბინირებული სტუმრობა გამოგვივიდა, ესე ვთქვათ. მე მაგალითად მოუწოდებდი ხალხს, აქ გაბედულობა ძირითადი. ან შიში არა სატირო. თავრობიდანაც თუ ხელშეწყობა ექნება, ინტერესი ექნება, არის იმის საშუალება. ცოტა რეგიონში იმის ბლომად სადოვრები არა რაღაცა ასეთი, მაგრამ ბაგურკვებაზე შეიძლება თუნდაც მეხორცის დარგში, მეხორცობის დარგში შევიდეს და გააკეთოს ძალიან მომგებიანი რაღაცა. ანუ არის ბაზარზე არის მოთხოვნა დიდია. ჩვენ 3 წლის წინ რომ დავიწყეთ, პირველად ახლა ჩემი შეხედულება ისეთი იყო, თქვი რაღაც არ წევიდა ისე მაგრამ შიში იყო, მაგრამ როცა უკვე ხალხმა გაგვიცნო, ქალაქმა გაგვიცნო, რეკლამად გაკეთდა ტელევიზიით, სოფლის მეურნეობის სამინისტროდან ხშირად სტუმრობდნენ, ქალაქი უკვე დაინტერესდა, გაგვიცნო ქალაქმა, ხო და მთელი ქალაქის აი რესტორნები პროდუქციაზე არის დღეს მოთხოვნა. მოთხოვნა ძალიან დიდი მოთხოვნა. რა ხდება? აი ჩვენს მაგალითზე გეტყვი, ჩვენ ძირითადად ძეზე ვართ ორიენტირებული, ამასთან ღორებიც ყავს და ზუსტად აი თქვენ რაც განაცხადეთ, მასეთი როცა ჩვენ ვიწყებდით ამ საქმეს, მასეთი იგენი იყო, რომ არა აქვს მოგება, ვერ მოიგებთ, ვერ ნახავთ, მაგრამ ჩვენ როცა დავიწყეთ, ქონდა წველადობა ძალიან ცოტა რა, რაღაც 40 ლიტრამდე, ახლა ჩვენი იმით ავედით უკვე 100 ლიტრამდე და როგორც უკვე მოთხოვნილება დღითიდღე იზრდება არიან და რა თქმა უნდა მოგებაზე მუშაობს საწარმო. ნუ პირველად ვერ ვიყავით, მაგრამ უკვე წავედით მოგებაზე და თანდათან გვაქვს. დიდი მადლობა, ზარია ეთერში. მოგესალმებით. სამწუხაროდ ზარი გასწრა. და მე ვთხოვ მაყურებელს, რომ ისევ სცადოს ჩვენთან დაკავშირება და ჩვენ აუცილებლად გავიყვანთ მას პირდაპირ ეთერში. რითი უნდა დაეხმაროს სახელმწიფომ ამ ეტაპზე მესაქონლეობის ფერმებს, რომ უფრო მეტად განვითარდეს? როგორ ფიქრობთ? პირველი ალბათ დაფინანსება. პიროვნებად თუ აინტერესებს ამ სფეროში მუშაობა, ბიზნესის წარმოება, პირველ რიგში დახმარება თავრობისგან. ზარის ეთერში, დიდი ბოდიში, მოგესალმებით, გისმენთ? გამარჯობა, მოგესალმებით.
თქვენთან მოვისმინე ხელოვნურად განაყოფიერებაზე და გარანტია შეიძლია ამ ხელოვნური განაყოფიერების შემდგომ რომ მოვა ჩვენთან ვიღაცა რომ ვინც არ უნდა იყოს ამ განაყოფიერების საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ წარმომადგენლები ეთერში არ არიან, მე გაგცემთ პასუხს, იმიტომ რომ ვარ ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით. ბუნებრივად განაყოფიერების შემთხვევაშიც კი არ არის 100%-იანი გარანტია, რომ განაყოფიერებული საქონელი შეინარჩუნებს ნაყოფს, თუმცა 90%-ით არის გარანტირებული ხელოვნური განაყოფიერება პლუს იმ თანხაში, რა თანხაშიც თავაზობენ 20 ლარი სულ რაღაც, ალბათ ფერმერებიც დამეთანხმებიან, ეს საკმაოდ კარგი შემოთავაზებაა მოსახლეობისთვის და რა შეგიძლიათ გითხრათ, თქვენ იყენებთ ხელოვნურ განაყოფიერებას თუ ჩვენ ძირითადში ხორცის ჩვენ არ ვიყენებთ. არ გჭირდებათ, ანუ თქვენ ძირითადად ბოღია. ანუ კარგი ჯიშის სადედე და საჯიშე მოზრები. დიახ. და მერძეულში ანუ თქვენთან რა ხდება ამ კუთხით? ჩვენ გქონდა შემოთავაზება, მაგრამ ჩვენ არ გვისარგებლია, ჩვენ თვითონ გვყავს წარმოებელი, ორი გვყავს, ეხლა ჰოლანდიური შევიძინოთ, უფრო კარგი ჯიში. საჯიში. პირიქით იქით ვემსახურებ. ანუ ეს საკითხი მე მაინტერესებს თქვენი აზრი. ეს საკითხი ალბათ კერძო მესაკუთრეებს უფრო მოსახლეობაში უფრო დგას ეს საკითხი და პრობლემა განაყოფიერება, იმიტომ რომ კონტროლი საძოვარზე გაშვებული პირუტყვის კონტროლი ძალიან რთულია თუ რა ჯიში შეიძლება აღმოჩნდეს. ჯერჯიში რა აღმოჩნდეს და მეორე პატრონის დროხის პატრონმა აერთვის მისი დროხა რა ფორმაშია იყო ხართან თუ არ იყო ხართან და სირშემთხვევაში მაგ იმაზე არაა დამოკიდებული მეორე მხარე როგორ შეინარჩუნებს თვითონ ის საკონდენსატორი. კონკურენციის საკითხები თქვენს სფეროში როგორ არის? რძის პროდუქტები მე ვიცი რომ ძალიან ბევრი რუსული, თურქული, უკრაინული რძის პროდუქტები, იგივე შეფუთული რძე, ყველი. კი ბატონო, ძალიან ბევრია, მაგრამ ნატურალურ რძეზე და უმძეზე მოთხოვნილება არის. ჩვენ ახლა თანდათან გვესდება მოთხოვნილება, მაგრამ იმაში მდგომარეობს ზუსტად დახმარება ჩვენი სახსრებით ვეღარ ვერშობით რომ დავამატოთ საქონელი. ამიტომ კარგი იქნებოდა ეს პროგრამა თუ განხორციელებოდა და გვაქვს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ კონკურენცია მაღალია, თქვენ არ გიჭირთ პროდუქციის გასაღება. ამ საკითხში თქვენთან რა სიტუაცია? ჩვენთან აჭარაში კი რა ერთ-ერთი პირველები ვართ ალბათ დასავლეთ საქართველოში. ბაზა თავისი მაღაზიით კონკურენტი ჯერჯერობით არ ყავს, მოთხოვნილება დიდია. არის შემოტანილი პროდუქციაც, მაგრამ მოთხოვნილება ჩვენთან უფრო დიდია ალბათ. ბატონო თუ გქონიათ მცდელობა თქვენი პროდუქციის საქართველოს ფარგლებს გარეთ გადანისა? მცდელობა არ გქონია, არც შემოთავაზება არ ყოფილა, იმიტომ რომ ჩვენ პროდუქციას რასაც ჩვენ ვაწარმოებთ, ქალაქს ვემსახურებით. და ასეთი შემოთავაზება არ ყოფილა. თუ შემოთავაზება იქნება, ალბათ გაფართოვდებით და უფრო მეტ პროდუქციას ვაწარმოებთ, რასაც ჩვენ დღესდღეობით ვაწარმოებთ, ქალაქს ყოფნის ახლა, რაც ჩვენ ვისაც ვემსახურებით. და მაინტერესებს აგრეთვე მოსახლეობისგან არის თუ არა ინტერესი, მოდის თუ არა ბიზნესმენები ან თვითონ მოსახლეობა ადგილობრივი, რომელიც შეიძლება გისმენდეს ესეთ შეკითხვებს, რამდენად მომგებიანია, სურვილი ჰქონდეს თვითონაც ამ ბიზნესის განვითარებას, იმიტომ რომ ჩვენ მოსახლეობიდან ხშირად გვესმის ყოველთვის სკეპტიკური დამოკიდებულება, ხო, მაგრამ როცა საჭიროა აქტიობა, როცა საჭიროა ჩვენი ხარდაჭერა ბიზნესის, რატომღაც ყოველთვის ამ ასპექტში მოვისუსტებთ და აი თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე როგორ არის ეს? ეხლა ველაპარაკებოდი სანამ შემოვიდოდით, ოზურგეთიდან ჩამოვიდე, მაგრამ ერთი კვირის წინ. ხო და ჩვენსგან აიღეს მაგალითი. ფერმად დაათვალიერეს, სახსრები რა დაჯდა, რა როგორ და აპირებენ კიდე ჩამოსვლას. ხო და გადავცემთ კიდე სხვა იმას. იქით უფრო ადვილია საქონლის შენახვა, იმიტომ საძოვრებია, ჩვენ ბაგურკვებაზე ყავს საქონელი, მაგრამ მაინც მომგებიანია. მიუხედავად შემოტანილია შემოგვაქვს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ნამჯათივა ასეთები ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული ტრანსპორტირება ხო და იქით უფრო აი ადვილია ამის გაკეთება
ბატონო, თქვენთან როგორ არის გადაწყვეტილი კვების საკითხი? მოგეხსენებათ, მერძეუჯის სპეციფიური საკვები სჭირდება ალბათ უფრო მეტი პროდუქტიულობისთვის. ნარევით ვაკეთებთ, ჩვენ ახლა საძოვარი არ გვაქვს, პატარა გასასიენებელი ტერიტორია გვაქვს, სადაც ზოგადად სასიენოდ გადიან, ასე რომ ვთქვათ და ისე ვუმზადებთ საკვებს, რა სხვადასხვა ნარევით ქართოს, სიმინდი, ჩალა. სად იძენთ როგორც წესი ამ საკვებს? აღმოსავლეთ საქართველოში ბაზარზე. ახლა არ გიფიქრიათ, რომ საკვების წარმოებაც მიგებათ ამ ბიზნესისთვის? ცნობილია, რომ სულ ახლოს გურიაში შეიძლება იჯარით ძალიან დაბალ ფასად სახნავს ათესის აღება. გიფიქრიათ თუ არა ამ კუთხით შეიძლება უფრო მეტი მომგებიანი ყოფილიყო სილოსის წარმოებაც, რომ თქვენი პირადი ყოფილიყო? არა, ასეთი როგორ არ ყოფილა, მაგრამ მათემატიკური გათვლით რო გადავაიანგარიშეთ, მეიჯარებს თანხა უნდა, იქ ტრანსპორტი, თესვა, მოვლა, პატრონობა, გადმოტანა, ყველაფერი ეს არა, ამ შეძენილი საკვები უფრო მომგებიანია, უფრო მარტივად ხდება ეს, იმიტომ რომ ეხლა შემოთავაზება აღმოსავლეთ საქართველოდან, ჯავახეთიდან, საისიდან არა, ესე იგი, ნამჯა, თივა, ქერი, სიმინდი დიდი პარტიებით, მაგრამ ახლა ყველას ვერ უმაშობთ, ვერ უწყობთ ხოს. ჩვენ ახლა ღებულობთ იმდეს, რამდენი ჩვენ გჭირდება წლიდან წლამდე, მაგალითად საზამთროთვამდე. ანუ საკვების შემოთავაზება უფრო მეტია, ვიდრე ხმარება. მეტია, ძალიან მეტია. შემოთავაზება მარტო ახლა წეგან თქვენ მოგძანებთ, რომ ხალხისგან ასეთი პრეტენზიები და რაღაცა არაფერი არ არის. თვითონ შევხორცა წარმოებ ის კაცი სიმინდი მოყავს, ხურბალი, ქერი მოყავს, იმასაც გასაღებავ ის იგიც შესაძლებლობა რა თქმა უნდა. ხო და ის მოდის ჩვენთან და გთავაზობს, მაგრამ ყველას ხო ვერ უთქვობ ხელს ახლა, რაც ჩვენ მარას იღებ და დანარჩენი ახლა იმ კაცმა საკაიღოს ახლა და ასეთი ფერმები ახლა როგორც ვიცით ჩვენ რეგიონში ერთი დღეს გავიცანე ეგერ ძალიან ნაკლებია. ბატონო რაულ, რამდენად გაქვთ თქვენ საშუალება, მე როგორც ვიცი, თქვენ ნატურალური პროდუქტის სახით ყიდით თქვენს პროდუქციას, დარწმუნებული ვარ, გაცილებით უფრო მომგებიანი იქნება, რომ გქონდეთ თანამედროვე დანადგარები, რომლებიც ამ რძეს ვაკუუმის შეფუთვას მისცემდა და ესეთი ტიპის დანადგარები, თუ გიფიქრიათ ამ კუთხით განვითარებაზე და იქნება თუ არა ეს უფრო მეტად მომგებიანი თქვენ საწარმოს რო გქონდეს ამის საშუალება. ფიქრით როგორ არ მიფიქრია გაფართოების და გადიდების შემთხვევაში ალბათ მაგით საჭირო იქნება და იდეაში არსებობს ასეთი აზრები და მინდა რომ შემდგომი დიდი რაოდენობის შემთხვევაში დავაფასოთ და ქსელში გავუშვათ ჩვენი ნატურალური პროდუქცია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საერთო დრო დასასრულს მივახავდა, რას უსურვებდით დამწყებ ფერმერებს და რას ურჩევდით და რისი იმედით დაავასრულებდით ეთერს სახელმწიფოს გულისხმობ მხარდაჭერას ფერმერების მიმართ. სახელმწიფოსგან ყოველთვის იქნება, მე დარწმუნებული ვარ, დახმარება. ოღონდ მონდომება სატირო, ცოდნა საქმის, პროფესიონალიზმი. თორე კაცს თუ არ ეხერხება ეს საქმე, იმას არ უნდა მოკიდოს ხელი. თუ ეხერხება, მე დარწმუნებული ვარ, ის გაამართლებს. აუცილებლად გაამართლებს. უცბად ეს არ კეთდება, მაგრამ საწყის ფორმაში შეიძლება გაუჭირდეს, სანამ დაკვალიანდება სად როგორ რა, მაგრამ საბოლოო ჯამში გამართლებული. დიდი მადლობა, რომ გაქვთ ესეთი საქმიანობა. მე მინდა აღვნიშნო ფირუს, როგორც პრაქტიკოსმა ფერმერმა შევახსენებ კიდევ ერთხელ მაყურებელს, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში ფერმერობა პატრიოტიზმი უფრო იყო, ვიდრე ბიზნესი და მეთანხმებიან სტუმრები და მაყურებელიც ალბათ, იმიტომ რომ არა იმხელა მოგებაზე მუშაობს დღეს ფერმერი საქართველოში, რამდენადაც ამ საქმის სიყვარულით, ქვეყნის გვერდით დგომით, ამიტომ მე გისურვებ წარმატებას და მოუწოდებ ყველა სტრუქტურა, სახელმწიფო იქნება ეს არასამთავრობო თუ კერძო, ფერმერების მხარდასაჭერად და გადაცემის ბოლოს ზარია ჩვენს ეთერში. მოგესალმებით. ეხ, მოგესალმებით. მოგესალმებით. რა გვაინტერესებს იცით? უცხოეთიდან შემოტანილი შეძენებული რძე რომ იყიდება დახლებზე, ქართულის გამოტანის საშუალება არ არის? ქართულის იყიდება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ეს ალბათ ეგრეთ წოდებული ზგუშონზეა საუბარი. შედედებული რძე.
ქართული მე მგონი არა ამას. ალბათ ტექნოლოგიები ისევ რაზეც საუბრობდით დანადგარები, რაშიც ამ ეტაპზე სახელმწიფოს გარდა ჩვენ რესურსი არ აქვს, რომ დაგვეხმაროს ფერმერებს იგივე დანადგარებით. რთული ტექნოლოგია არ მგონია. თქმა უნდა. ფინანსებთანა ყველაფერი დამოკიდებული. დიახ. გაუკეთებელი არაფერი არა. ზუსტად ეს ალბათ საწარმოო პროცესის გამართულობასთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ეს ჩვენთან არ არის კარგად გამართული ეს მხარე წარმოებისა, უნებრივია იქნება პრობლემებიც და ბაზარი ადრე წინა გადაცემაში გქონდა საუბარი, შეიქმნა პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ ვთქვათ გაჯერდა ადგილობრივი ბაზარი საზღვარგარეთიდან შემოტანილი სხვადასხვა სახის ხარისხიანი თუ შედარებით ნაკლებად დაბალხარისხიანი პროდუქციით. ეს საერთოდ ქართული ბაზრის პრობლემაა ჩვენს რეალობაში, თუნდაც აგრარული კუთხით და ყველაზე მტკივნეული ალბათ ის არის, რომ ეს პრობლემა დგას აგრარული კუთხით. ფირუს არია ისევ ეთერში, გააქტიურდა ჩვენი მაყურებელი, გისმენთ? მოგესალმებით. მოგესალმებით. იცით რა, აი რომ გავიდეს ჩვენი ნატურალური პროდუქტი ბაზარზე, უბრალო გლეხი ხალები ხშირად რძეს მაწონს დაატარებენ ის ხელით, კარდა. თუ შეიძლება რომ უფრო 0%-იანი სესხების გაცემა, აი თუ დაეხმარება სახელმწიფო ამ შემთხვევაში, რომ უფრო ლამაზად შეფუთონდა. დიდი მადლობა ყველასთვის და მხარდაჭერისთვის უფრო ამ შეკითხვაში და ჩვენ გადაცემის დასასრულს ზუსტად მოწოდება იყო ესეთი სახელმწიფოს ყველა დაწესებულების მიმართ საბანკო სექტორს ვთხოვთ რომ გააქტიურდეს და მისცეს საშუალება ქართულ პროდუქტებს საქართველოს ფერმერებს განვითარდნენ დამიჯერეთ ეს იქნება საშვილთაშვილო საქმე არ არის მხოლოდ დღეს მოგებაზე გათვლა მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ყავს ფერმერები წარმოდგენილი რომლებიც დაგიმტკიცებენ ყველა საბანკო სექტორს რომ სოფლის მეურნეობა ამ შემთხვევაში დღეს მესაქონლეობა არის მომგებიანი ასე რომ გისურვებთ წარმატებებს და ვიმოდოვნებთ რომ ჩვენი გადაცემა ფერმერები და ჩვენ ყველანი ერთად მივაღწევთ იმ ბედნიერ დღეს როცა ქართული პროდუქტი იქნება წარმატებული და პრიორიტეტული საქართველოს ბაზარზე. გიორგი, გადაცემის მიწურულს შეიმჩნევა მაყურებლების გააქტიურება, ამიტომ ჩვენ უფლება არ გვაქვს რომ ისინი არ გამოვიყვანოთ ეთერში, ამიტომ რამოდენიმე წუთით ისე უნდა დავყავდეთ ეთერში. დიახ, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. გამარჯობა. მოგესალმებით. იცით მე რა მაინტერესებს რძის პროდუქტები კონკრეტულად არაჟანი მაგალითად გასაყიდად გამოტანილი ძალიან ბევრჯერ შეხვედრია გაფუჭებული, თუმცა ვადა არის ზედ მითითებული და ვადა არ არის გასული. თუ აკონტროლებს რომელიმე სამსახური ამას და თუ შეიძლება რომ მსგავსი ფაქტები აღარ იყოს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ეს ფუჭ ფინანსურ ქართული პროდუქტები თუ უცხოური თუ გახსოვთ რომ აღნიშნოთ ქართული პროდუქტები ხდება თუ ქართულზე კი ბატონო სამწუხაროდ ქართული და მე მაგალითად მქონია პრაქტიკაში ქართული ასევე ჩემს ახლობელს ქონდა და ეს ტრანსპორტირების ბრალია ახალი ანუ ფალსიფიცირებული ვადის დაკვრის ბრალია თუ რისი ბრალია თუ შეიძლება რომ ამაზეც გაამახვილოთ ყურადღება. დიდი მადლობა შეკითხვისთვის, ანუ ხაჭო და ქართული პროდუქტები, აი რატო ფუჭდება თუ შეგიძლიათ, რატო ახლა ვადას თუ ვადა გასული არ არის მსმენელი ამბობს, მაგრამ მიუხედავად ამისა ვადა გასულია. არა, ვადა გასული არ არის, ვარგისიანობა ვადის არის, მაგრამ ისევ მე შევეწყები რძის პროდუქტები არის მალე ფუჭებადი მითითებული, მაგრამ შიგნით პროდუქტი რაც არის შენახული შეფუთვაში არის უხარისხო. რძის პროდუქტები არის მალე ფუჭებადი როგორც მოგეხსენებათ, ისევ და ისევ დავდივართ ამ შემთხვევაში ტექნოლოგიების არარსებობაზე, შესაბამისი დანადგარების არარსებობაზე, ჩვენს ფერმერებს რო გქონდეთ შესაბამისი დანადგარები შესაბამისი ტექნოლოგიებზე წვდომა დამიჯერეთ ეს პროდუქტები გაცილებით უფრო ხარისხიანი და დაბალფასიანი იქნება. დღეს ჩვენი მომხმარებელი ზარალდება მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენს ფერმერს არ აქვს წვდომა იაფ ფინანსებზე, რათა განვითარდეს თავისი მეურნეობა. იაფის სესხი მისცემდა საშუალებას აწარმოოს უფრო ხარისხიანი და უფრო იაფად ღირებული პროდუქცია. გიორგი, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საფინანსო ორგანიზაციების და სახელმწიფოს გამოიჩენს კეთილნებას უფრო მეტი მხარდაჭერისთვის ჩვენი ფერმერებისადმი. შეეხება მაყურებლის ბოლოს შეკითხვას, მე ეს მინდა გავუსვა ხაზი, რომ კონტროლი ასეთი ტიპის პროდუქციის ნამდვილად ხდება და ამას ახორციელებს რუსეთის ეროვნული
ინფორმაციული სააგენტო და დარწმუნებულები ვართ თუ ასეთი ფაქტები განმეორდება მომავალშიც ეს უწყება აუცილებლად მოახდენს საერთო სავაჭრო ობიექტების შემოწმებას და ბუნებრივია ვადაგასული და უხარისხო პროდუქცია იქნება აუცილებლად ამოღებული სავაჭრო ქსელიდან რაც შეეხება ჩვენს ток-შოუს ის უკვე დასასრულს მივახლოვდა დიდი მადლობა ბატონებო კიდევ ერთხელ ეთერში მობრძანებისთვის მინდა თქვენ საქმიანობაში წარმატებები გისურვოთ მეტი რაოდენობის და ხარისხიანი პროდუქციის წარმოება და იმედი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით რომ ამ მიმართულებით მაინც ქართული ბაზარი არ იქნება უცხოური პროდუქციით გაჟღერებული გაჯერებული მით უმეტეს ამის წინაპირობები არსებობს და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ამით ток-შოუ მე ვარ ფერმერი დასრულებულია ჩვენ ერთმანეთს მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით შეგახსენებთ რომ დღევანდელი ток-შოუს განმეორებით ნახოთ თქვენ ხვალ დილის 10 საათიდან შეგეძლებათ გადაცემის სრული ჩანაწერი კი განთავსდება აჭარის ტელევიზიის ოფიციალურ ვებგვერდზე ასე რომ გვიყურეთ იაქტიურეთ Facebook-ში ჩვენს გვერდზე მე ვარ ფერმერი მოგვაწოდეთ თქვენი შეკითხვები და წინადადებები და დაელოდეთ მათზე პასუხებს მომდევნო გადაცემებში მადლობთ რომ ჩვენთან ერთად იყავით კარგად ბრძანდებოდეთ გისურვებთ წარმატებებს